დაფარულთა მცნობელობის შესახებ. დაბა სორინში იყო უაღრესად პატიოსანი მღვდელი ანასტასიოსი, რომელიც 40 წელი მღვდლობდა და მრავალი დაფარული ადამიანებისათვის გაუმხელელი სათნოება ჰქონდა, რომლისთვისაც დაფარულთა მხედველი მისი ზეციური მამა ცხადად მიაგებს. ერთხელ როცა ჩვენს მამასთან დიდ ბასილთან მისხედით, მას სულიწმიდის მადლით ეუწყა ამ მღვდლის საქმეების შესახებ და გვითხრა: "ჰოი შვილნო ჩემნო, გამომყევით რომ იხილოთ ღმერთის დიდება." განთიადისა სულიწმინდის ძალით მიიძინა ანასტასიოსმა და ეუწყა რომ ჩვენ ქალაქიდან გამოვედით. მან თავის ცოლს, რომელიც დასავით ჰყავდა, უთხრა: "ჩემო ქალბატონო, მე სანახავად მივდივარ, შენ კი არ ვექი და სახლი მოამზადე." 3 საათისთვის სანთლები დაანთე და უჩემოდ მიეგებე ჩვენს მამას, მთავარეპისკოპოს დიდ ბასილის, რომელიც მოდის ჩვენ ცოდულთა სახლის განსანათლებლად. ის კეთილი დედაკაცი შიშითა და დიდი სიხარულით ისე მოიქცა, როგორც მას ანასტასიოს მღვდელმა დაუბარა. იგი წმიდა დედაკაცი იყო, 40 წელი ცხოვრობდა ქმართან ქალწულად. ადამიანებს კი ეგონათ, რომ შვილი არ უჩნდებოდა. ჩვენ რომ მივედით, ის ღირსი დედაკაცი შესაფერისი პატივით მოგვეგება. ძირს დაემხო და მიწამდე თაყვანისცა წმინდა ბასილს. მან კი აკურთხა იგი და მოიკითხა: "როგორ ხარ, ჩემო დედაო, თეოღნიაო?" ქალ ძალიან გაუკვირდა, რომ სახელით მიმართა და მიუგო: "წმინდაო, ღმრთისაო, კარგად ვარ შენი ლოცვითო." შემდეგ წმინდა ბასილმა კითხა: "სად არის შენი ძმა ანასტასიოს მღვდელიო?" ქალმა უპასუხა: "იგი ჩემი ქმარია მეუფეო და მინდორშია წასული სანახავადო. თუ მიბრძანებ, წავალ და შევატყობინებ." წმინდა ბასილმა მიუგო: "ნუ შეწუხდები, ჩემო დედაო." ის უკვე დაბრუნდა. ქალს კიდევ უფრო გაუკვირდა, რომ ამასაც მიხვდა, სახელით მოიხსენია მისი ქმარიც და დაძმური ურთიერთობაც გამოიცნო. იგი შიშით და ძრწოლით დაემხო ძირს და სთხოვა: "წმიდაო ბასილი, წმიდაო მეუფეო, ილოცე ჩემ ცოდვილისათვის ღმრთის წინაშე, რადგან ხედავ შენში დიდ სასწაულმოქმედ ძალას." წმიდა ბასილმა ილოცა თეოღნიასთვის და აკურთხა მისი სახელი. შემდეგ გამოვიდა ის ღვთისმიერი მღვდელიც და მიწამდე თაყვანისცა წმინდა ბასილს. მან იგი სიყვარულით მოიკითხა. მღვდელი ფეხზე ამბორა და უთხრა: "როგორ გავხდი იმის ღირსი, რომ ღვთის წმინდა ადამიანი მოსულა ჩემთან?" წმინდა ბასილმა უთხრა: "სიკეთე დავინახე შენში, წყემსო ქრისტესო. ახლა კი მოდი ვილოცოთ." ის მღვდელი მთელ კვირას მარხვაში ატარებდა, არაფერს ჭამდა. ხოლო შაბათ-კვირას იღებდა ცოტაოდენ პურს და წყალს. წმინდა ბასილმა უბრძანა, რომ წირვა დაეყენებინა. მღვდელმა მიუგო: "წმიდაო ღვთისაო, რატომ გადაწყვიტე ასე? ხომ წესია, რომ უმცროსი იკურთხოს უფროსისაგან? წირვის ჩატარება და ჩვენი კურთხევა შენ გეკუთვნისო." წმინდა ბასილმა უპასუხა: "შენ სხვა სათნოებებს ისიც შეჰმატე, რომ მორჩილება აღასრულებო." ის ღვთის ღირსი მღვდელი დამორჩილდა და დაიწყო წირვა. ხელთა აღბრობისას და სულიწმიდის მოწვევის დროს წმინდა ბასილმა იხილა, როგორ გარდამოვიდა სულიწმიდა და დაადგა ზემოდან მის სიწმინდეს. საღვთო წირვა რომ დასრულდა, მადლი შევწირეთ ღმერთს. წავედით იმ მღვდელთან და ვითრაპეზეთ. შემდეგ წმინდა ბასილმა მღვდელს კითხა: "მითხარი, პატიოსანო ძმაო, საიდან გაქვს შემოსავალი? რა საქმეს ეწევიო?" მან უპასუხა: "ჰოი, წმინდაო ღვთისაო, ცოდვილი კაცი ვარ, სამეფო ხარ კიმადებს. 2 უღელი ხარი მყავს, ერთით მევხნავ, მეორეთი დაქირავებული მუშაკი. ერთის შემოსავლით უცხო სტუმრებს ღებულობ, მეორეთი კი ხარკს ვიხდი." წმინდა ბასილმა უთხრა: "ამის შესახებ მეც ვიცოდი.
შენ სხვა სათნოებების შესახებ მითხარი, პატიოსანო ძმაო. მღვდელმა სიმდაბლით უთხრა: ამ ქვეყნად არაფერი სიკეთე არ მაქვს, წმიდაო მეუფეო, და სათნოებაც უცხოა ჩემთვის. მაშინ წმიდა ბასილმა უთხრა, რომ ამდღარიყო. მიიყვანა იგი თავისი სახლის ერთ-ერთ ოთახთან და უთხრა, რომ გაეღო. მღვდელმა მიუგო: რად გინდა ამ ოთახში შესვლა, წმიდა უღვთისაო? იქ რაღაცა საოჯახო ნივთებიაო. წმიდა ბასილმა უთხრა: რაც მანდ არის, მეც სწორედ მაგისთვის მოვედიო. მღვდელმა რომ კარი არ გააღო გასაღებით, წმიდა ბასილმა ილოცა და ჯვრის პატიოსანი ნიშის გამოსახვაზე კარის საკეტები თავისით გაიღო. კარს საკეტები თავისით დასვევდა. ოთახში ვიღაც მძიმე ავადმყოფი კეთროვანი კაცი იწვა. ამის შესახებ მანამდე მხოლოდ მღვდელმა და მისმა დამ თეოღნიამ იცოდნენ. წმიდა ბასილმა ჰკითხა: რატომ დამიმალე საყვარელო ძმაო ამ ძვირფასი საუნჯის საიდუმლო? მღვდელმა უპასუხა: ეგ კაცი გულფიცხელია და შემეშინდა წმიდა მეუფეო სულმოკლეობით რამე უჯერო არ ეთქვა. მაშინ წმიდა ბასილმა უთხრა: კარგად გიზრუნია ამ კაცზე. ახლა კი მეც მინდა მცირეოდენი რამ გავაკეთო, რომ შენი მადლი გავიზიარო. მივიდა იმ ავადმყოფთან და ილოცა, რომ ღვთის მადლით განკურნებულიყო. და როცა პატიოსანი ჯვარი გამოსახა, კეთროვანი განიწმინდა, წამოდგა და ადიდა ღმერთი. მღვდელმა უთხრა წმინდა ბასილს: წმინდა მეუფეო, ეს რა სასწაული გვიჩვენეო? ისინი ამბორდნენ ერთმანეთს და უკან დაუბრუნდით. ამ დიდებული სასწაულის მხილველნი ვამბობდით: დიდება შენ და საყვირველთ მოქმედო ღმერთო, რომელიც აღასრულებს შენს მოშიშთანებას, საყვირველ ხარ შენს წმიდა შორის მეუფეო, რადგან შენ გშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწდა მარადის და უკუნით უკუნისამდე. ამინ.